საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს ამოების ბაზარი, მე და თოპაიჭაძე ვარ. ჩვენი სტუმარია მაშა სამადაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის მენეჯერი. გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. პირიქით, მადლობა მოწვევისთვის. ლიტერატურული კლუბი ეს არის პირველი სამუშაო, რომელსაც შენ ასრულებ, შენს ჯერჯერობით ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური შრომით ცხოვრებაში და ჩილის სრულებია თითქმის ყოველთვის დაკავშირებული იყო ლიტერატურასთან. არის ერთი მოძველებული ცნება, რომელიც ეჭვმაქ რო არის საბჭოთა ტერმინი, იმიტომ რომ სხვაგან არ გამიგია, რაც არნიშნავს, რომ სხვაგან არ იყენებენ ამას. სხვა სამყაროში არ გამიგია ეს ცნება, ეს არის ლიტერატურული ცხოვრება. ცხოვრებას შევეშვა, თქვათ, ლიტერატურული ყოფა მაგალითად. და მინდა სწორედ ამაზე ვილაპარაკოთ საქართველოში, იმიტომ რომ შენ გაქვს წარმოდგენა ერთი მხრივ რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ცნება და მეორე მხრივ რითი იტვირთება ის საქართველოში. რა შინაარსებით იტვირთება. ლიტერატურულ ცხოვრებას როცა ამბობენ ხოლმე, იგულისხმება და მე არაფერი მაქვს ხელში, გარდა ამ ცნების ძველი შინაარსის, სადაც ადრე იყო, ხო? ეს არის არა მხოლოდ ტექსტების შექმნასთან დაკავშირებული ამბები, არამედ ავტორთა ურთიერთობები, მათი შეხვედრები, მათი ერთმანეთთან, საზოგადოებასთან, რაღაცა დისკუსიები, თქვათ, გარკვეულ ესთეტიკურ შეხედულებათა დასახვეწად თუ გამოსავალი და ასე შემდეგ. აქ ბევრი კლიშე შეხედულების ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ტყუილი, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩვენ ვილაპარაკოთ მაინც კლიშურად, მინდა ვილაპარაკოთ კონკრეტულად. ხო? იმიტომ რომ ახალმა დროებამ, ანუ გათავისუფლებამ ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში ნაკლებად, მაგრამ სხვაგან პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოაცოცხლა და მოიტანა სულ სხვაგვარი ნარატივი, როგორც იტყვიან, ლიტერატურული ყოფის შესახებ. მაგალითად, მშვენიერი წიგნები არსებობს მწერალთა მიერ ძალაუფლების ფლობასა და გადაგაწილებას და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე. ეს იმ ქვეყანაში, სადაც მწერლები იყვნენ ძალაუფლების ნაწილი და თან ცდილობდნენ ყოფილიყო და ცდილობდნენ ებრძოლათ ამ ძალაუფლებისთვის. საქართველოში მე ბოლო დაახლოებით 10 წელია ცოტა მეტიც მაქვს განცდა, რომ ასეთი რაღაც აღარ არის. მწერლები ძალაუფლების ნაწილს არ წარმოადგენენ და თითქოს და არც პოლიტიკური ძალაუფლების პრობლემები ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ რაცა თავიანთი მწერლები ყოველდღე და თავიანთი ძალაუფლება აი ამ ლიტერატურული არხებითაც განახორციელებინათ. შეიძლება მე ვცდები და მინდა გკითხო თუ არა. არა მგონია რომ ვცდებოდეთ, იმიტომ რომ მეც პრინციპში ვიზიარებ ახლა რაღაცნაირად როდესაც საუბრობთ ამ თემაზე, გადავხედეთ თავში რა შეიძლება დაგამხსენებოდა ვთქვათ ძალაუფლებასთან დაკავშირებით, ან იგივე პოლიტიკოსებისგან რაღაცნაირად ცდილობებზე, რომ ვთქვათ მწერლებს ეწერათ იმაზე, რაც მათ უნდა, თუმცა მაინც და მაინც ესეთი რამე არ გამხსენია. რამდენადაც მე ვკითხულობ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ვცდილობ, რომ პრინციპში ყველაფერი წავიკითხო, რაც გამოდის მიუხედავად იმისა, მომწონს არ მომწონს, მაინტერესებს არ მაინტერესებს თემა და ასე შემდეგ. სულ სხვაგან არიან ჩემი აზრით ქართველი მწერლები. პრინციპში ძალიან ცოტა მათგანი ახერხებს, რომ ფეხი აუწყოს იმას, რაც ხდება დღეს. თუნდაც საქართველოს შეკეხება მსოფლიო მასშტაბზე აღარ არის ლაპარაკი და საერთოდაც ჩვენი მწერლების მთავარი პრობლემა მგონია ის, რომ მათი წრიდან რაღაცნაირად ვერაფრით ვერ გადიან, საკუთარი წრიდან. და აქ აღარ არის უკვე ლაპარაკი რაიმე გლობალური იდეაზე. მაგალითად, აი ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ ერთსა და იმავეს და აი მაგალითად რო აიღო ნებისმიერი არა, რა თქმა უნდა, აქ არიან გამონაკლისები და მე ვილაპარაკებ კონკრეტული გვარსახელებით თუ საჭირო გახდება. უკვე საჭირო. არ ვიცი, გიო ახვლედიანი, აკა მორჩილაძე არის იშვიათი ადამიანი, რომელიც გავიდა ძალიან ეს ამ მჭიდრო წრიდან. ჩემთვის ამ წრიდან გასული ასევე კოტე ჯანდიერიც, რომელიც არის ჩემი საყვარელი მწერალი და მის მოთხრობები მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა მომისმენია, ის არის მოძველებული და ასე შემდეგ, თუმცა მე მგონია, რომ ისეთ იდეებზეა, რომელიც არ ძოლდება, თუმცა რაღაც ნაკლები მასც აქვს, რა თქმა უნდა. ანა კორწაია სამადაშვილი, რომელიც ობიექტურად კარგი მწერალია, სუბიექტურად ჩემი მამიდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ის ახერხებს, რომ ისე წეროს, რომ ბევრმა
ბევრი ტიპის აუდიტორიამ წაიკითხოს და საინტერესო იყოს მისი იდეები. დანარჩენი არის რა თქმა უნდა გამონაკლისები კიდევ, მაგრამ ხა ყოველს ვერ ჩამოვთვლი, რომ არ ვიცოდეთ ჩვენ ვისი დაწერილია წიგნი, ძალიან ადვილი მისახვედრია ვისი დაწერილია ესა თუ ის რომანი ან მოთხრობა. მით უმეტეს, როდესაც აი ეს ლიტერატურული ცხოვრება ეხლა ვფიქრობდი ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ყველას ვიცნობთ, ყველა ვინც კი ამ სფეროში მუშაობთ, ყველა მწერალს ვიცნობთ, ვიცით რა არის მათი სატკივარი ან რა უხარიათ და შესაბამისად ძალიან მარტივია. როგორც ადამიანები. ორივენაირად, იმიტომ რომ როგორც მწერლები ძალიან ხშირად საქართველოში გვანან, ანუ ადამიანი ძალიან გავს საკუთარ თავს როგორც მწერალიც და დისტანცირების მოხდენა ძალიან უჭირს. და ამიტომ მაგალითად აი ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც უკვე მობეზრებულ თემაზე საინტერესოდ დაიწერა, ეს იყო ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი ლუკრეცია 515, რომელიც წავიკითხე არ მომეწონა და ძალიან გავაკრიტიკე ლაშა და მახსოვს რომ ძალიან ღირსეულად მიიღო ეს კრიტიკა და დღემდე მადლობელი ვარ მისი ამისთვის. ეს იყო არის შუა ასაკის კაცის კრიზისი, რაზეც მილიონი რამე წაგვიკითხავს არა მარტო ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა გულწრფელად დაწერა პრინციპში საკუთარი ასაკის, პრინციპში საკუთარი გარემოცვის ადამიანზე, რომელსაც მართლა აქვს პრობლემა და ეს იყო ძალიან საინტერესო. თვითონ უმცროსია იმ თავის პერსონაჟზე. ნუ დაახლოებით ახლა ვთქვათ 20 წლის არ არის არც ლაშა და ამიტომ რაღაცნაირად საკუთარ თავთანაც ალბათ არის იქ რამდენიმე დეტალი, რაც თუ კაც თვითონ არ დაემართა, ეს არის პრინციპში შეუძლებელია ან ქალს რო დაეწერა იგივე იქნებოდა სავარაუდოდ, ამას დაკვირვებით ვერ ნახავ, ანუ და მე ეს ვკითხე ლაშას აი ეს კონკრეტული დეტალები, მე ვთხე ეს ხო შენი ამბებია თქო და რაღაცებზე მივხვდი რომ ესეა. აი ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც რაღაცნაირად გამოირჩა ქართული პროზა სხვა დანარჩენისგან და რაც შეეხება აი კიდე რაც ხება ლაპარაკობ ფიქრობ ამაზე. ნაკლებად მე მახსოვს თქვათ კულტურის მინისტრების ან რაღაცა ესეთი პოლიტიკური წრის წარმომადგენლების ფავორიტი მწერლები, რომლებიც თქვათ მიდიოდნენ სადღაც ფინანსდებოდნენ მათი რომანები იბეჭდებოდა. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას. ეხლა ამ ხელისუფლებას საერთოდ რანაირი ლიტერატურა მოწონს ძალიან გამოსაცნობია, იმიტომ რომ სრულიად გამიჯნულია ეს ორი სფერო, აბსოლუტურად ვერაფრით ვერ დავაკავშირებ. ნუ რამდენიმე პოეტს ვარ გავიხსენებთ, რომელიც მათ მოწონთ. მაგრამ მაშინაც ეს ამას მაშინ განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდი ჟურნალისტიკაში და მუდმივად წერდი ამ თემებზე და მაშინაც მიმაჩნდა რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ასე ხდება. ადამიანს აქვს ძალაუფლება ირჩევს ან ამას, ან იმას და ამაში შეიძლება კარგი არაფერი არ არის, მაგრამ არც გასაოცარი არაფერი არ არის. ამ თვალსაზრისით ეხლა რას მდგომარეობაა ცოტა ძნელი იქნება მაგ სურათის წარმოდგენა. ნუ ამ მაგ თვალსაზრისით საერთოდ მწერალი იყო კულტურის მინისტრი ერთხანს. რომელი მწერალი? ოდიშარია. ხო, აი არც კი მახსოვს. კი, ნამდვილად. თუმცა არც ეგ არ დაეთყო მაინც ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას. მე მინდა გავმარტოთ სიტყვა წრე, როცა ამბობ, ხო? ეს წრე შეიძლება განიმარტოს გარკვეული ლიტერატურული მახასიათებლებით, მაგრამ ალბათ შეიძლება განიმარტოს კულტურული მახასიათებლებითაც და კულტურა ამ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რაც დევს სიტყვა შეთანხმებაში კულტურის სამინისტრო. არა. ამიტომ მოდი ვილაპარაკოთ. მე მახსოვს ადრინდელი ეს არის დაახლოებით 16 წლის წინანდელი მაინც განსაზღვრება კი არა, დაკვირვება გაგან ნიჟარაძის, რომელს თქო საქართველოს არის მცირე წრეების და მცირე წრეების კულტურის საზოგადოება არის. და მე არაერთხელ გაიმეორა ეს დაკვირვება, დაწერილიც აქ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული აქ. ხო და მოდი განსაზღვროთ ის, რასაც შენ ქართველი მწერლებისთვის წრეს უწოდებ, რა ქმნის ამ წრეს? საერთოდ ქართველი მწერლები ზოგადად ჩემი აზრით და აქ მოიაზრებიან კრიტიკოსების, პოეტებს, არა მარტო ქართველი მწერლები, ხადია და მომიჯნავე პროფესიის ადამიანებიც, რომელიც ამ სფეროში ტრიალებენ, თვითონ არიან ერთი ჩაკეტილი წრესი ნამდვილში. ყველას იცნობს, მეტნაკლებად ყველას ერთნაირი ცხოვრება აქვს, მაგრამ როდესაც მე ვლაპარაკობდი კონკრეტული მწერლების წრეზე, ეს არის მათი სოციუმი, მათი საფიქრალი, მათი სამუშაო ადგილი და ის თემები, რომლებზეც ისინი ფიქრობენ, მაგრამ ამ თემებიდან ვერ გადიან. ეს ნაკლი რატომღაც აქვთ ახალბედა მწერლებსაც, ახალგაზრდა მწერლებსაც, რომლებსაც ვთქვათ, შედარებით მცირე ასაკი აქვთ, ხო, 30 წლამდე, 25 წლამდე. მათი ტექსტებიც რაც წამიკითხავს, ძირითადად არის ეს, რომ აი რაც მათ ადარდებთ, ის კი არა
თემატური ერთფეროვნებაა და მოტივების ერთფეროვნებაა. და თან რაღაცნაირად გავს ეს ყველაფერი ერთმანეთს. აი მე ბატონო შენ დაკვირვებები რა მოტივებმა მოგაბეზრა თავი. ბევრმა არ ვიცი, აი უამრავი ესეთი თემა არის. მაგალითად ლაშაზე ხო თქვი მაგალითად. ლაშაზე კი ერთი რაც მინდა რომ თქვა და არ მინდა რომ დამავიწყდეს, საერთოდ მე ჯერა და ესეა ალბათ, რომ რაც გაწუხებს, აუცილებლად იმაზე უნდა წერო, რაც არის შენთვის ან პრობლემა, ან ინსპირაცია, რაზეც ნამდვილად გინდა რომ ილაპარაკო. უბრალოდ ჩვენთან არის გულწრფელობის ძალიან დაბალი ხარისხი პროზაშიც და პოეზიაში ნაკლებად, მაგრამ პროზაში ნამდვილად და რაღაცნაირად ეს მწერლები ცდილობენ რომ ვთქვათ რაღაცაზე დაწერონ, მაგრამ გულწრფელობა არ ყოფნით იმისთვის რომ შენ ეს ტექსტი თანაგანცდით წაიკითხო და ეს მიმაჩნია ძალიან სერიოზულ პრობლემად. რაც შეეხება რა არის პრობლემა, არ ვიცი, აი შუა ასაკის კაცის კრიზისი მაგალითად ძალიან ყელში ამომივიდა. ლაშა ბუღაძეს აქ კიდე ერთი ტექსტი, რომელშიც ამ თემაზე შეიძლება ლაშას იქით აღარ არის მწერალი. არა, როგორ არის, ეხლა ვცდილობ. ნუ არის იცი თან მე პრობლემა ისიც რომ ეხლა ძალიან ბევრი ესეთი ავტორი, ვისაც ეხლა მე გულისხმობ, არის ჩემი მეგობარი და ესე კონკრეტულად ნამდვილად ვერ ვიტყვი და გამიჭირდება, ამიტომ უფრო მირჩევნია რომ პლუსებზე ვილაპარაკო, ვიდრე მინუსებზე. აი, კარგი გამონაკლისი იყო, მინუსია, როდესაც არ შეგიძლია რომ რაღაცნაირად გადაბჯო საკუთარ თავს და ყოველი შემდეგი ტექსტი უკეთესი იყოს ვიდრე წინა და ერთი და იგივეში არ ჩაიხარშო. ძალიან კარგი გაელვება იყო და ველოდები ამ ავტორის შემდეგ რომანს თამთა მელაშვილის გათვლა, რომელიც იყო ჩემთვის აღმოჩენა და ალბათ 4-ჯერ მაქვს წაკითხული და მე გერმანულად ითარგმნა, ისიც კი წავიკითხე და არის სრულიად არაჩვეულებრივი თარგმანი ნათია მიქელაძის, ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. ეს იყო ცდელობა იმისა, რომ ადამიანს მე არ ვარ ფემინისტი და ნამდვილად მაგ თვალით არ ვუყურებ ამ ლიტერატურას, მაგრამ ეს სრულიად არაჩვეულებრივი რომანი ქალებზე ომში და ამ თემებს ნაკლებად შეხებიან ქართველი ავტორები. მე ძალიან მიკვირს საქართველო, აი მე რო კარგად წერა შემეძლოს ალბათ და გამოცდილებაც მყოფნით ეს მაგისთვის უამრავი თემა არაზე შეიძლება დაიწეროს. მე მაგალითად ვერ მოვესწარებ თქვათ რაღაცა საბჭოთა კავშირს, ხო, ომებიც ძალიან ცუდად მახსოვს აფხაზეთის ომი ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამას მოესწრენ, ამდენი ცვლილება მოხდეს ერთ თქვათ 20 წლეულში არის ძალიან იშვიათი, ხო? პრინციპში ძალიან გარდამტეხ ფაზაზეა ჩვენი ქვეყანა და უამრავი ინსპირაცია ყველგან სადაც არ გაიხედავ. ჩვენ მაინც ვწერთ აფშეზე, როგორ დავხედით კაფეში. მე მგონია რომ განათლება და ძებნის უნარი გამოგვრჩა, ამიტომაც არის არა გამოგვრჩა რომ ამბობ, იქნებ ჩვენ ლაპარაკობთ ახლა შელაპარაკობ პირატესად ახალი თაობის 90-იან წლებიდან წამოსულ მწერლებზე, ხო? არა მარტო, მანამდეც. ძველებთან, მანამდელებთან არ არის მოტივები. აფხაზეთის მოტივი ხშირად არის საკმაოდ. არის, მაგრამ გააჩნია როგორ ირიბათაც არის, პიესებში არის. კი, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცნაირად ამაზე უკეთ წერად შეიძლება და აი მაგალითად ესე რომ ჩამოთვალე ხარ რამდენი რომანი ვიცი ომზე, ბევრი ადიბასიც ვიცი მაგალითად რომანი ომზე და გათვლაც, მაგრამ აქ არის კიდე სხვაობა, რაც ლიტერატურული კრიტერიუმებით შეგვიძლია განვიხილოთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ ადამიანების რიგში, რომლებსაც არაფერი არ მოსწონთ და მე მჯერა რომ ყველაფერი იმისთვის იწერება უკანასკნელი ლიტერატურული ნაგავიც კი, რომ რაღაცა შეიცვალოს ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში და ამიტომ დიდი მოდომებით ვკითხავ ყველაფერს. მაგრამ გამონაკლისები არის ძალიან ცოტა, რასაც მართლა კარგი ლიტერატურა შეიძლება დაუძახო, ნუ არ ვიცი, ალბათ მარტოა გამორჩილაძე საქართველოში, ჩემი აზრით. ანუ რა გამოდის, კითხულობ და მე ვფიქრობ, რომ დრო დაკარგე? არა, იმიტომ რომ ყველა წაკითხულია არც თუ ისე კარგი წიგნი, მე გასწავლის რომელია კარგი წიგნი და თან მე არასდროს არ ვკითხობ მხოლოდ ქართულ ლიტერატურას, ვცდილობ რომ პარალელურად, აი მაგალითად როდესაც ლაშას რომანს ვკითხულობდი, პარალელურად ვკითხულობდი რომელიღაცა უცხოელი ავტორის რომანსაც ყოველთვის ესე ვკითხულობ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, როდესაც რაღაცა პროფესიად გადაიქციე, რაღაც ვალდებულებებიც მოსდევს ამას და ეს არ არის ყოველთვის მარტივი და სასიამოვნო. ეს ძალიან საინტერესოა, მე ვჭეილობთ მე და ჩემი გარემოცვა მუდმივად ამ ტექსტებზე და არ ვიცი, საინტერესოა. მე მაინტერესებს. მოდი ვთქვათ, ქართულად თარგმნილ ლიტერატურაზე. თავისუფლება მოიტანა ის, რომ რასაც გვინდა იმას ვთარგმნით და აღარ უყურებთ არავის. ყველა მიცის, როგორი თარგმნებოდა საბჭოთა კავშირის დროს, ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო რუსულად თარგმნილი და თითოეულა ტექსტი არსებობს, რომელიც არ იყო რუსულად თარგმნილი და ქართველებმა იტვირთეს და თარგმნეს. არ არის ბევრი ეგეთი ტექსტები. და ახლა ბევრია ტრანზიტული თარგმანები, ტრანზიტული გზით გაკეთებული თარგმანი, არაიმენიდან თარგმნელი, რომელენაზეც დაიწერა ტექსტი, მაგრამ არის ორიგინალიდან თარგმანებიც. აღმოჩნდნენ
თავი დავანებოთ გავრცელებულ ენებს, ხო, ფრანგულს და ინგლისურს. ყავს იტალიურიდან თარგმნელები, ნახა არაბულიდან და სპარსულიდან სულ ყავდა და ეხლაც ყავს. და ესპანურიდან თითოეულა იყო და ეხლა მეტია და ასე შემდეგ. თურქულიდან ძალიან კარგი სკოლა. მოდი ვილაპარაკოთ თარგმნილი ლიტერატურის ავკარგზე და დავიწყოთ არა ამ ლიტერატურის ორიგინალთა ავკარგის შესახებ შევა. არამედ მათი ქართული თარგმანების ავკარგზე. დავიწყოთ ენაზე ლაპარაკით. მახსოვს ესეთი ფრაგმენტული, სპორადული დისკუსიები იყო ხოლმე ქართულ ლიტერატურულ პრესაში, თან იმ დროს, როცა ამ ლიტერატურული პრესის საკითხავად ძალიან ცოტა ადამიანს თუ ეცალა, იმაზე თუ რა არის თარგმანი, როგორ უნდა ითარგმნოს, რა ეფექტს უნდა მიაღწიოს მთარგმნელმა. არსებობს ბრწყინვალე ესე შეიძლება ითქვას, ხა ფუძემდებლური ცოტა ირონიით შეიძლება ითქვას, მაგრამ როგორც ხოში რო წაიკითხავ, მიხვდები რომ ვერ წაუხვალ ამ ესეს იდეებს ვერსად. გასეტის ორტეგაი გასეტის თარგმანის ბრწყინვალება და სიღატაკე. და ეგ პარადიგმა ბრწყინვალების და სიღატაკის მაქიდან მოდის, მე უამრავ რაღაცას დაარქვეს მე. ინტელიგენციას დაწერილ წერილებს მათ შორის ხო ქართული ინტელიგენციის ბრწყინვალება და სიღატაკე ეგეთი წერილი არსებობს. მოკეთ არ მინდა ხა გასეთზე ლაპარაკეს ვახსენე, იმიტომ რომ იქ ლაპარაკი არის თარგმანი როგორ შეიძლება შესრულდეს თარგმანის ფილოსოფიაზე საუბარი. მოკეთ მინდა მოვისმინო შენი აზრი ჯერ ზოგადად ქართულ თარგმანებზე, რითია ისინი კარგი და ან რითი არ უქნია ღმერთს, რომელიც არ უქნია და მე ცოტა კონკრეტულადაც შევყვეთ. კი ბატონო, პრინციპში ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანისთვის მომისმენია და წამიკითხავს რაღაცები თარგმანთან დაკავშირებით და ყველამ ვიცით რომ არის ორი ტიპის თარგმანი, ერთი რომელიც იდეალურად მიყვება ტექსტს და არ არღვევს მის ასე ვთქვათ სტრუქტურას და შინაარსს და ასე შემდეგ და მეორე რომელიც კარგად იკითხება ჩვენს მშობლიურ ქართულ ენაზე, მაგრამ დიდი საერთო არ აქვს ორიგინალთან. მე როგორც მკითხველი ვემხრობი რომ თარგმანი მიყვებოდეს ტექსტს თუ ავტორს უნდა რომ დაბიურად ლაპარაკობდეს მისი პერსონაჟი, მან არ უნდა ისაუბროს ლიტერატურული ქართულით. ეს მიმაჩნია ძალიან დიდ შეცდომად და პრინციპში თავხედობადაც თარგმნელის მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტექსტი, რომელიც მე ორიგინალისთვის შემიდარებია, ძალიან იმედგაცრუებული დარჩენილი ვარ, იმიტომ რომ სულ სხვა პერსონაჟებზე ლაპარაკი ორიგინალში და სულ სხვა რამეები ხდება. ამ მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ ყავს ძალიან ბევრი კარგი მთარგმნელი და უამრავი ტექსტი. არსებობს ქართულად და ძალიან მიხარია და ძალიან დაუფასებელი შრომა და ეს ყველა მიცის ალბათ, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, როგორც ანაზღაურების, ისე ვთქვათ საზოგადოებაში წარმოჩენის და ასე შემდეგ ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით. რაც შეეხება რა მდგომარეობა არის გაცილებით უკეთესი, განუზომლოდ უკეთესი მდგომარეობა ვიდრე ვთქვათ ჩვენსთან ქართულ ლიტერატურაში, თანამედროვე ლიტერატურაში, ის ავტორები, რომლებიც ახლა არიან ზუსტად ასე ვთქვათ, რომლებსაც კითხულობენ ამ წუთას ევროპაში და არა მარტო პრინციპში ჩვენს გვაქვს და რამდენიმე პრინციპი ცოტა კომიკური შემთხვევაც კი ყოფილა, როდესაც ქართულმა თარგმანმა მაგალითად ორიგინალ თარგმანს დაასწრო. მაშინ განსაკუთრებით მიხარდა, რომ ორიგინალ ტექსტის გამოცემას დაასწრო. ხდება ესე, როდესაც წინასწარ იყიდება უფლებები და მახსოვს, რომ ნუ დაასწრო თუ არა ეს კვირაში იყო ორივე პრეზენტაცია, თუ არ ვთქვი ფამუქის ტექსტზე იყო ესე და მაშინ ძალიან გამიხარდა და პრეზენტაციას მივედი. რომელი ტექსტი იყო სამწუხაროდ არ მახსოვს, იმიტომ რომ მახსოვს, რომ მითხეს, რომ აი ახლა ჩვენ გამოვცემთ და ორიგინალ ენაზე აი ახლა სწორედ გამოდის და მიმაჩნია რომ აი ზუსტად გრძნობ რაღაცა მართლა მაჯისცემაზე გიდევს ეგეც დროს ხელი. მოგეხსენებათ 14 მაისს ჩვენ გავცემთ ილიას უნივერსიტეტის პრემიას ბოლო 5 წლის საუკეთესო თარგმნილი რომანისთვის. ჩვენ მქონდა ბევრი შეზღუდვა რის გამოც შემოგვივიდა მხოლოდ 48 წიგნი, თუმცა იქნებოდა 5-ჯერ 48, უბრალოდ რაღაც გარკვეული კრიტერიუმები ჩავდეთ. და ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო ეს და ძალიან საინტერესო დაკვირვებების მთელი 3 თვე და შედარებების ბევრი პრობლემა გამოჩნდა, რომელზეც მე წარმოდგენა არ მქონდა. ეხლა ყველა ტექსტს მართლა არ ვადარებ ორიგინალს, რომელსაც პრობლემა ტექსტში, ქართულში, ტექსტში, შინაარსის გაგებაში, რაღაცა ინტერტექსტის გაგებაში, ვთქვათ, სათქმელის გაგებაში, არჩევდით მხოლოდ ორიგინალიდან თარგმნილ ტექსტებს. მხოლოდ ორიგინალიდან თარგმნილ ტექსტებს და რა თქმა უნდა, ეხლა მე არც უფლება მაქვს და არც სურვილია დავასახელო ის ტექსტები, რომლებსაც განსაკუთრებით იმედი გამიცრუეს, თუმცა ის ტექსტები, რომელზეც წარმოდგენა მქონდა, რომ ეს არის იდეალური, ძალიან ბევრი მათგანი არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ბევრი არის რის საფუძველზე აღარ აღმოჩნდა იდეა. შეცდომების, შინაარსის ვერ გაგების მაგალითად.
ეს მოხდა პირველად წაკითხვის შედეგად თუ არა, ეს მოხდა შედარების შედეგად, იმიტომ რომ ჩვენი ჟიური ძალიან მონდომებით მუშაობდა და ძალიან სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, რაც მე ანუ ერთი კრიტერიუმი თარგმანებისა იყო ამ თარგმანების განხილვა ორიგინალისგან მოუწყვეტლად? ორი კრიტერიუმი იყო სულ. ერთი, რამდენად ახლოს არის ტექსტი ორიგინალთან და რამდენად კარგად არის გადმოტანილი ტექსტის ქსოვილი იმენიდან, რომლიდანაც არის თარგმნილი ქართულად, რა თქმა უნდა, ყოფილიყო ორიგინალიდან თარგმნილი და ასევე იმისთვის, რომ რაღაცნაირად შესაძლებელი გამხდარიყო ამ ზღვა მასალიდან ამორჩევა, რაც შეიძლება მივანიჭოთ საუკეთესოს ტიტული, იყო თვითონ ტექსტის მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ტექსტი, ვთქვათ, სოფლიო ლიტერატურის ისტორიისთვის, ან დღეს რა გავლენას ახდენს და დღეს რა გავლენას ახდენს უფრო სწორად. უპირატესად თანამედროვე ლიტერატურაა თუ არა? არა. ესე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ მოკლესიაში, ეგრეთ წოდებულ short-list-ში, 7 ტექსტია, რომლიდანაც აი დღევანდელი და თანამედროვე არის მხოლოდ პრინციპში 2. ფამუქი და ეკო. დანარჩენი არის უფრო ესეთი მოდერნისტები, ნუ ესენი პოსტმოდერნისტები და მე არ ველოდებოდი ამდენად კლასიკურ, ასე ვთქვათ, მოკლესიას სიმართლე რო გითხრათ, რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რომ ვთქვათ, ვიღაც ავტორები გავიდოდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიში ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ და მე შემდგომ დაკვირვებამ კიდევ უფრო საინტერესო სურათი. რა ფუჭებს ქართულ თარგმანებს? გარკვეულ შემთხვევებში ზედმეტი თავდაჯერება, რომ შესაძ თარგმნელს მიაჩნია, რომ მას უფლება აქვს გადააკეთოს თარგმანი როგორც მას უნდა ისე და შინაარსს არ გაყვეს და პერიფრაზე გააკეთოს ისე, რომ აზრი სრულად შეცვალოს და მე როგორც მკითხველი გავთავხედებოდი და ვიტყოდი არა ჩემს მოსაზრებას, არამედ ჩემზე გაცილებით კარგი მკითხველების მოსაზრებას და პრინციპში ჩემსასაც, რომ ძალიან ცოტა ისეთი მთარგმნელი, რომელმაც ენებთან ერთად, ენები კარგად იცის, მაგრამ ასევე აქვს ზოგადი განათლებაც ძალიან კარგი. ეს რაღაცნაირად იშვიათი სინთეზია, რა თქმა უნდა, ჩვენ ესეთი მთარგმნელებიც გვყავს, მე არ ვამბობ, რომ არ გვყავს, ნამდვილად გვყავს, მაგრამ ეს აღმოჩნდა ძალიან იშვიათი, ისეთი ორი უნარის თანხვედრა. ზოგადი განათლება რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? მთარგმნელი ეგრეთ წარმოადგენია, ენა უნდა იცოდეს კარგად და ალბათ ცოტათი ლიტერატურული ნიჭიც უნდა ქონდეს, ხო? ამას გარდა იმისა, რომ ისენა უნდა იცოდეს ენას თარგმნის და ისენა რომელზეც თარგმნის კარგად უნდა იცოდეს, არის როდესაც რაღაცა კონკრეტულ ტექსტს რაღაც თემაზე თარგმნი, ეს თემაც ძალიან კარგად უნდა გესმოდეს. პრინციპში ხა ყველა წიგს არ უნდა მოკიდოს თარგმნელმა, რა თქმა უნდა, ხელი არ შეიძლება ხა ინჟინერიაზე ტექსტის გადათარგმნო და შუა საუკუნეების რა ვიცი, მონასტრულ ცხოვრებაზეც ხა უბრალოდ ეკო გამახსენდა ისე შემთხვევით. მაგრამ ქართული წარმოშობის რუსი იაპონისტი მწერალი ხა ყველა მიხვდეთ ის ცხოვრობდა მაგით სხვა შორის საბჭოთა კავშირში ეს უფროსი კაცია ხო აკუნინი მას ცხოვრობდა იაპონური ტექსტების თარგმნით თუმცა მხატვრული ტექსტების არა ის თარგმნიდა თქვა საბჭოთა კავშირში იმპორტირებული ტექნიკის ინსტრუქციებს სწორედაც რომ საინჟინრო და ელექტრონულ მეცნიერებებთან დაკავშირებულ ტექსტებს თუმცა არ შეუშლია ამას ხელი იმაში რომ კარგი მწერალი გამოსულიყო. ნამდვილად. კარგი ლიტერატურა. კარგი. ხო, რა ფუჭებს შევენ პასუხებ მაინც ისე იმ ჩარჩოში, რომელშიც ჩვენ ხედავთ თარგმნელს და წიგნებს ხოლმე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ამ ჩარჩოდან, ვილაპარაკოთ მკითხველის გემოვნებაზე, ვილაპარაკოთ რედაქტორებზე, ვილაპარაკოთ გამომცემლობებზე. მოდი ჯერ შევხედოთ მკითხველს. ეხლა მე შორს ავარ იმისგან რომ მკითხველს რაღაცა მოსთხოვო გააკრიტიკო. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ მაინტერესებს შენ დაკვირვებით გამომცემლობები, ისინი უქმნიან მკითხველს არამდენად გემოვნებას, რამდენადაც მოთხოვნილებას ამა თუ იმ წიგნების თუ ითვალისწინებენ მას რა უნდა. მე შემიძლია დავყო. მე თუ გამომცემელი ვარ, როგორ ვიქცევი? აი ხა, შენ რასაც დაგიდებ, იმას წაიკითხავ, ცადე რასაც დაგიდებ, იმას პრომოუტინგს გავუკეთებ, როგორც შემეძლება, თორე აქ ეგ ნაკლებად არის, სიმართლე გითხრათ, ასე წაკვირდები. კრიტიკა ძალიან ცოტა არის აი იმისოთ, რომ განუმარტოს კითხულებს საწიგნოებს, მაგალითად შევახო. მოკლედ მე როგორც გამომცემელს მაქვს პრეტენზია რომ აი ეს მოგაწოდო და შენ ეს წაიკითხო თუ მე როგორც გამომცემელი ვუსმენ კითხულს რაღაცა ბაზარს ვსწავლობ თუ რაც ქვია ამას გემოვნებებს ვსწავლობ მოთხოვნილებებს და ამის შედეგად და ამის მიხედვით ვარჩევ რა დავბეჭდო როგორ არის ჩვენთან საქმე
მაგ კითხვაზე პასუხი შემიძლია კონკრეტული გამომცემლობები მიუსადაგო კონკრეტულ პოლიტიკას. უსადაგოთ, საინტერესო იქნება. მე ჩემი ხანმოკლე შრომით საქმიანობის მანძილზე მუშაობდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაშიც, რაც გულისხმობდა გამომცემელთა მჭიდრო ურთიერთობას და წიგნის ფესტივალის ორგანიზებას. 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდი წიგნის ფესტივალს და მუდმივი შეხება მქონდა გამომცემლებთან და ძალიან დაკვირვებით სწავლობდი, რას გამოსცემენ, რატო და როდის. შემიძლია დავასახელო გამომცემლობა დიოგენე როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამომცემლობა იმ თვალსაზრისით, რომ მას ზუსტად აქ გათვითცნობიერებული როგორც სოციალური ისე კულტურული პასუხისმგებლობა, რომ ის არის გამომცემელი და გარდა იმისა, რომ თქვათ ეს ბიზნესია და მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ბიზნესია, მას ზუსტად აქ გააზრებული რას აკეთებს და რა უნდა იყოს მისი მიზანი. ის გამოსცემს საუკეთესო წიგნებს, ძალიან გემოვნებიანს. 2 სერია მახსენდება დიოგენეს ბიბლიოთეკა და ამერიკელები. გამოირჩევა ნამდვილად მაღალი ხარისხის თარგმანებითაც და ისეთი ავტორები გამოსცეს, რომელზეც აი მაგალითად მარგარეტ ეტუდს ვკითხულობ ეხლა ბევრ სხვა ტექსტთან ერთად, მაგრამ ეს ტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მიხარეს, არის უსარმაზარი ტექსტი, ძალიან ისეთი რა ქვია, ბევრი შრომა დასჭირდა ალბათ მის თარგმანს. აი ეს არის ერთ-ერთი, აი მართლა უამრავ ათობით ძალიან კარგ ტექსტში. ასევე შემიძლია დავასახელო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელსაც აქვს ჭკვიანური პოლიტიკა, ის გამოსცემს კარგ ლიტერატურასაც, მაგრამ გამოსცემს კომერციულ ტექსტებსაც და მას სრულიად ვერ დავარდანაშაულებთ ამაში, იმიტომ რომ ჭირდება გადარჩენა, მოგეხსენებათ უმძიმეს მდგომარეობაშია ქართული საგამომცემლო სექტორი, მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ყველა გზას მივესალმები, რასაც კრიზისიდან გამოსასვლელად ისინი მიმართავენ, თუ კი ეს რაღაცა მას შემდეგ რაც სკოლა სახელმწიფოებრივი წავიდა. კი, ზუსტად მას შემდეგ არ მიიღებს რაღაცა სრულიად უპასუხისმგებლო სახეს, რაც მაგალითად შემიძლია ასევე არ ვერიდები და არსად არ მოვიდები ვერ ამის დასახელებას. გამომცემლობა პალიტრაელი, რომელსაც მე ჩემს კითხულ მეგობრებთან ერთად ვუცხადებ ბოიკოს, არც ერთი მათი ტექსტი არ მაქვს სახში და თუ ის შემთხვევით აღმოჩნდა რომ მქონია გამიჩუქებია, იმიტომ რომ სრულად უპასუხისმგებლო გამომცემლობა. ერთი ნათელი მაგალითი შემიძლია დავასახელო, ეს არის მაიკლ კანინგემის ჩემი უსაყვარლესი მწერლის საათები, რომელიც მათ გამოსცეს და ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა. მართლა შეგრძნება მქონდა რომ Google Translate-ში ვიღაცამ ჩაწერა, რედაქტორმა არც კი წაიკითხა და უბრალოდ გამომიგზავნეს. ძალიან მინდოდა ამ ტექსტის მთავარი რედაქტორისთვის გაგზავნა წერილთან ერთად და მე რატომღაც გადავიფიქრე და მე მგონი უნდა გავაკეთო მაინც, იმიტომ რომ სრული აქ იმაზე არა რომ ფული გადავიხადე, აქ იმაზეა რომ როდესაც ელოდები რომ შენი საყვარელი ავტორი როგორც იქნა გამოვა და რა ბედნიერება და შეთანხმებული ვიყავი რომ ავტორს უნდა გავუგზავნოთ მე და სალომე ასათიანმა და რაღაცა ძალიან ბედნიერი ველოდებოდი, უცებ აღმოჩნდა რომ სრულ უპასუხისმგებლობასთან მაქვს საქმე და ეს გამომცემლობა ჩემი აზრით კიდე ერთს რასაც ძალიან ცუდს აკეთებს არის ის რომ ძლივს რაღაცა დახვეწილ გემოვნებას რომელიც ქართულ მკითხველს ნამდვილად გაუჩნდა ვერ დავადანაშაულებ ან ჩემ გარემოცვას არ ვიცი ეს რაღაცნაირად სულ უფრო უკან მიიღავს თავისი სამლარიანი ღირებულების მაგრამ მართლა სამლარიანი ღირებულების წიგნებით რომელსაც არც წესიერ თარგმნიან არც წესიერ რედაქტირებას უკეთებენ და საერთოდ შევაპარაკო ფან გამოცემლობის მხოლოდ თარგმანებზე ამ შემთხვევაში კი მე ვიცნობ უკეთესად თარგმანებს, იმიტომ რომ მაინტერესებს და თვალს ვადევნებ რა და როდის გამოდის. ხა თანამედროვე ავტორების ტექსტები რა გამოსცემენ ძველ ტექსტებსაც, ძველში არ გულისხმობ ანტიკურ ხანას, გულისხმობ საბჭოთა პერიოდის ქართულ პროზას, ვერ გადაწერე ხო, როგორც დაწერეს ისე დაწერეს. რედაქტირდეს ძალიან კარგად, ისე რომ მაგალითად არსებობს ძალიან ბევრი კარგი თარგმანი საბჭოთა, რომელიც მე ვთქვათ ბავშვობაში წავკითხე, მაგრამ ჩემი და ვეღარ კითხულობს. აი მაგალითად ჰემინგუეი, რომელიც ესე ვახტანგჭელიძის, რომელიც არის გადასარევი თარგმანი უბრალოდ რო დაიდო თქო ორივე ენაზე იმთოს რაღაცას ვადარებდი და მივხვდი რომ ჩემი და იმას ვერ წაიკითხავს იმიტომ რომ სულ სხვანაირი სამეთყველო ენა აქვს და სულ სხვანაირი ტექსტებს კითხულობს და შეიძლება ყველა თარგმანი ძველდება ჩვენ რო ეხა ძალიან მოგწონს თარგმანები ისინი აუცილებლად დაძველდება სამუდამოდ ვერ იქნება ხო თქო აქტუალური შეიძლება კარგი რედაქტირება გაუკეთდეს და ხელახლა გამოიცეს უბრალოდ აქ საქმე გვაქვს პირდაპირ რეპრინტთან როგორიც იყო ისე ავიღეთ დაუპეჭდეთ და მე გავყიდეთ და მე ამ წუთას გულისხმობდი არამდენ თარგმანებს ამდენადაც ორიგინალებს ქართველი პროზაიკოსების ორიგინალებს რომელსაც პანტრა გამოსცემს არასოდეს არ შემიძენია ქართველი პროზაიკოსები როცა ამბობ როცა პალიტრას შესახებ ვაპარაკობ კრიტიკულად უბრალოდ ვახსენებ ტექსტებს რომელთა შეცვლა შეუძლებელია ხო რა თქმა უნდა გასაგებია იმათ ხელს ვერ ახლებ კი არა მაგ პრესო თარგმანები უნდა განახლდეს ცხადია და არაერთი ტექსტის გახსენება შეიძლება რომლის თარგმანიც ქართულ ენაზე ერთზე მეტი მოიპოვება. კი.
მაგრამ არის ტექსტები, რომელსაც დიდი ხანი არავინ ხელს აღარ მოკიდებს, იმიტომ რომ ვთქვათ ერთხელ არის თარგმნილი და აი მე მაგალითად ერთი ტექსტი მახსენდება, არ მახსოვს რომელი გამომცემლობის არის, ამიტომ ვერავის ხელს ვერ დავადებ. ეს არის კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, რომელიც წავიკითხე ქართულად თავიდან და მე როდესაც გერმანულად წავიკითხე, მივხვდი, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ამას ქართულად წაიკითხავს, არასდროს აღარ მიუბრუნდება ამ ტექსტს, თუ მას ორიგინალში არ წაიკითხავს, ან ნებისმიერ სხვა ენაზე. ეს არის სრულიად რაღაცნაირ სხვა ტექსტია, არაფერი საერთო მას ორიგინალთან არ აქვს. აი ესეთი იმედი გასრულებების მერე ძალიან ფრთხილად ქართულად როცა ორიგინალი არ ქონდა წაკითხული, ეს იყო მდარე ტექსტი. თუ კარგი ტექსტი იყო ქართულადაც. მაგიტომაც წავიკითხე გერმანულად, იმიტომ რომ იშვიათად ვთქვათ, იმდენი რამეა წასაკითხე, რომ ძალიან იშვიათად რომ ორი ტექსტი ვთქვათ ეს დავჯდე და ზედმიწევნით შევადარო და წავიკითხო. ძალიან ცუდი ტექსტი იყო. მაგიტო დავეჭვდი, რომ შეუძლებელია ესეთი ცუდი ტექსტი იყოს. შევწდები ხარ რომ გავაკეთო დასკვნა, რომ საგამომცემლო საქმის მხოლოდ ბიზნესად ქცევა აზარალებს ლიტერატურას, ეგრე გამოდის? გასაკვირველია. მხოლოდ ბიზნესად ქცევა, როდესაც შენ არ გაქვს არანაირი კულტურული პასუხისმგებლობა, აზარალებს. მე ერთხელ დავწერე ბაკურს ულაკაურზე და მახსოვს მან მითხრა და დიდხანს ვლაპარაკობდით ამ თემაზე, რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ ვაკეთებ ბიზნესს და უნდა ვაკეთებ და კიდეც, მაგრამ მე როგორც კი დავივიწყებ რა კულტურული პასუხისმგებლობაც მაქვს, იქ დამთავრდება ჩემი საგამომცემლო საქმიანობა და ზუსტად ამას ასახავს მისი გამომცემლობის მე დასტამბული წიგნები, იმიტომ რომ იქ არის რა თქმა უნდა ბევრი რაც მოსწონთ თინეიჯერებს, რაც ძალიან კარგად იყიდება რაზეც ჰოლივუდში გადაიღეს ფილმები, მაგრამ იქვე არის მაქს ფრიშიც და შენ არჩევანი გაქვს, რომელი იყიდო, ეს თუ ის. და ეს მგონია, რომ რაღაცა ოქროს შუალედია. მაგრამ საუკეთესოდ მაინც დიოგენეს დავასახელებდი მე, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად მგონია პრეტენზია მის გამოცემებთან. მოდი ახლა ვილაპარაკოთ თემაზე, რაც ყველაზე ცოტა არის. შენც დამეთანხმე, მე მახსენე რომ კრიტიკა არ არის, ცოტაა კრიტიკა. არ არის რაღაცა ხიდი, არ არის გზა მიმავალი ტექსტიდან მკითხველისკენ და ეს ყველაფერი დატოვებულია. აი ესე უნდა გადაიყარო ტექსტი და მე შენ იცი როგორც გაიგებ მას. ერთი მხრივ ხა ეს ცუდი არ არის, კაცმა თქვას უბიძგებ ადამიანს არ დაეზაროს ის განძრევა ხო ფიქრი და როგორც უნდა ესე გაიგოს, მაგრამ კრიტიკა ეს ხო დაწუნება არ არის, კრიტიკის თავდაპირველი მნიშვნელობა არის განხილვა, განმარტება, ამას ნიშნავს ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა. და განხილავები კიდე ცოტანი არიან. არ ვიცი რა იქნებოდა, ბევრი რა ყოფილიყვნენ და საბჭოთა კავშირის დროს კრიტიკა იყო, კრიტიკოსები ზოგიერთ კრიტიკოსს საზოგადოება იცნობდა, თუმცა არ დავმალავ როცა ვკითხულობდი დავიწყე რაღაც 80-იანი წლების დასაწყისიდან ქართული საბჭოთა კრიტიკის კითხვა, ჩემი იმდროინდელი თანამედროვე კრიტიკის კითხვა, მანამდელის არა. და ახლა რომ გადახედო იმ ავტორებს, ვისაც ვკითხულობდი, მადლობთ, ისინი ბევრი არაფრის მომცემები არიან, ყველაზე არ ვამბობ ცხადია. მაგრამ უმეტესობა ეს არის ადამიანები, რომლებიც ახლა იქნებოდნენ, თქვათ, ნამდვილად 70-ს გადაცილებულები, ზოგიერთი 80-საც ეს ტექსტები შეიძლება ბევრს არაფერს არ გაძლებდეს. ხო, თანამედროვე კრიტიკას რაც შეეხება, ალბათ ყველაზე მეტი რაც წამიკითხავს დღეს თანამედროვე ქართული კრიტიკა გაუშვეს ცირაოდენობით. გასაგებად წერენ, გასაგებად ელაპარაკებიან კითხველს. გასაგებად შეიძლება წერენ, მაგრამ იმ ამოცანას არ პასუხობენ, რაცაც კრიტიკოს უყენებს თავისი პროფესია თუ არჩევანი თუ როგორც არის, არ ვიცი. ძალიან ხშირად ეს რა თქმა უნდა ისევ ყარიხება ყველას. ძალიან ხშირად ჩვენ ვკითხულობთ კრიტიკას, რომელიც არის შინაარსი ტექსტის, რომელზეც წერენ. მე ერთი-ორი ანტკბილი ან წარე სიტყვა, რომელიც იშვიათად არის ესეთი მოზომილი და რაფინირებული და სწორი. და ამას ქვია კრიტიკა. მე ასევე არ მესმის, როდესაც წერლები სტილისტიკა არის. ზუსტად. ასევე კი, და ეს ძალიან არის საინტერესო. ასევე არ მესმის, როდესაც წერლები წერენ წერლებზე, იმიტომ რომ ჩვენ სამართლაც შეიძლება, მაგრამ შეიძლება გაჭირვების იყოს, მაგრამ მაინც არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ რაღაცა თვალსაზრისით ისინი არიან კოლეგები, რაღაცა თვალსაზრისით კონკურენტები, ამიტომ წერალი რომ წერალზე წერს ეს არ მომწონს და მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რამაც გამოიწვია თარგმანების დაბალი ხარისხი, რაც იწვევს მუდმივად ძალიან დაბალ ხარისხს ქართული პროზისას, ეს არის კრიტიკის არარსებობა, იმიტომ რომ კრიტიკოსი ჩემი აზრით უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მიანიშნებს კითხვას, ხა ჩვენ არ გვყავს ეგეთი ჩამოყალიბებული და ყოველმხრივ დახვეწილი მკითხველი, რომ რაღაცა ყველაფერი იცოდეს. შეიძლება რომ
განათლებულმა, კარგად ლიტერატურის და ენების მცოდნე ადამიანმა მიუთითოს, რომ ეს თარგმანი არის კარგი, ეს თარგმანი არის ცუდი, ამიტომ იცოდეს სხვა ჩარჩოები, რომელშიც მე ჩასვამს ამ კონკრეტულ ტექსტს. მოკლედ ძალიან დიდი ცოდნა და შრომის მოყვარეობა საჭირო იმისთვის, რომ იყო კრიტიკოსი, ანაზღაურება შესაბამისი არ არის. შესაბამისად ადამიანები, რომელსაც ეს უნარები აქვს, რატომღაც უარს ამბობენ და ვისაც არ აქვს, ისინი წერენ. ერთადერთი ვისაც მუდმივად ვკითხო, მახო ხარბედიას ვკითხულობდი ხშირად და მახო ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ლიტერატურა ჩემი აზრით და საერთოდ მისი აზრი ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის და იგივე ბლოგში ახლა ვკითხულობ ხოლმე შოთა იეთაშვილს, რასაც წერს, თუმცა ესე უფრო კრიტიკა კი არა, უფრო როგორც წარდგენას ისე აღვიქვამ, ვთქვათ, გამორჩევას, რომ თუ კი შენ ვთქვათ რაღაცა მიკრჩა, ესე მოხდა, აი გაჩვენებენ, რომ აი ეს არ გამოგრჩეს და რაღაც must read ამბავი უფროა, ვიდრე ვთქვათ რაღაცა კრიტიკა მწვავე. არასდროს არ წამეკითხავს მართლა არ მახსენდება ესე რომ რაიმე კრიტიკული წერილი სადაც არის დასაბუთებული რატომ არ მოსწონს ამ სტატიის ავტორს ესა თუ ის ტექსტი და რას ვერ აკმაყოფილებს და ამ შემდეგ ფაქტიურად არ მახსენდება. რატომ მოწონსაც ძალიან იშვიათია. ერთხელ მქონდა ლეკლეზიოზე მახსოვს ნუგზარ მუზაშვილის ტექსტი და ძალიან მომეწონა. დიდი ტექსტი იყო ძალიან ნაშრომი და მახსოვს როგორი დედლაინს მოითხოვა ავტორმა მივხვდი რომ ძალიან კარგად დაწერდა და მართლა ძალიან საინტერესო სტატია იყო. აი ეს ახლა ერთადერთი უცბად გამხსევა. მე არ ვკითხულობ ბევრს ახლა ამას არ გამოვიწყო რომ მე ყველაფერი ვიცი და საერთოდ ძალიან მეუხერხულება ახლა ლაპარაკი რაღაცას მე უამრავი რამე მაქვს ასწავლი და წასაკითხი, მაგრამ რაც შემხვედრია ესე ნამდვილად გვაქვს ეგ პრობლემა კრიტიკის, რაც იწვევს ყველა დანარჩენ პრობლემას ჩემი აზრით. ახლა გავიხსენებ ერთ რამეს ჩემი სტუდენტობიდან. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის არსებობდა რაღაცა ლიტერატურული წრე სტუდენტების და იქ მოსული ამბავი იყო რომ რა ხარისხის ტექსტიც უნდა წარედგინა ამას დამწყებ შემოქმედს. ის უნდა წაგექეზებინა, უნდა მოკლედ ცუდი არ უნდა გეთქვა რა. შენ ხარ ლილეონის ლიტერატურული კლუბის მენეჯერი და საინტერესოა აი ეს ახალი თაობა რომელიც მოდის, რომელიც რაღაც როგორც თქო პირველ დაბიჯებს დგამს ამ კალამს ცდის, ყველგან კლიშეს გამოხმობა შეიძლება იმის აღსაწერად როგორ შებედავ შენ შემოქმედებას და როგორ დგამ პირველ დაბიჯებს ამ კინოპროზაში, კინოპოეზიაში. როგორები არიან, როგორ ატყობთ? ვინც წერენ ის ადამიანები? ხო. ადამიანობა არ მაინტერესებს, მათი მაინტერესებს ხო, გასაგებია. ლიტერატურული ტალანტი თუ ემჩნევათ ხშირად. ან იშვიათად მაინც. კი, ნამდვილად არის ესეთი შემთხვევებიც, მაგას ვერ ვიტყვი, მაგალითად არის ერთი ბიჭი, რომელიც ხშირად დადის ხოლმე ჩვენთან კლუბში და ძალიან მიხარია ყველა ჯერზე მისი დანახვა, ზურა აბაშიძე, რომელმაც მართლა ახლა ხანს დაიწყო წერა. მას აქვს ძალიან გულწრფელი პროზა. ერთი მოთხრობა განსაკუთრებით მომეწონა, რომელიც წეროზე იყო თვალსაჩინო წარდგენილი და მას აქვს განვითარების შანსი ნამდვილად და იმის შანსი რომ გახდეს კარგი ავტორი, კარგი მწერალი. ბევრი რამე უნდა ნახოს, ალბათ გამოცდილება მიიღოს, თუმცა როგორი განაცხადიც აქვს, რომ მისი პროზა არის ძალიან გულწრფელი და მართალი და აი ზუსტად აი ამ რაღაცა ბაფთებს მოკლებული და პრანჭვას მოკლებული, ეს არის ძალიან დასაფასებელი. დანარჩენი ბაფთები და პრანჭვა რა არის? აი, როდესაც ეს არის მის მეტაფორა, როდესაც რაღაცაზე წერა გინდა, მაგრამ ბოლომდეც არ დაწერ იმას, რასაც ფიქრობ და რაც გჭირს და ცოტა შეალამაზებ და ეს ლიტერატურაში ძალიან არ მიყვარს მე. ხშირად წამიკითხავს ეგეთი ტექსტები, რომ თითქოს რაღაცაზე ძალიან გულსpat უნდა ადამიანს რომ დაწეროს და საბოლოო ანგარიში მაინც ცოტა აზრს გაუტევს საზოგადოებას. ბევრია ესეთი. შემიძლია ვთქვა, ვინ არ არის ეგეთი. ეს არის ზურა აბაშიძე, ნამდვილად ეს ბიჭი და მართლა აი სრულიად ახალბე და მართლა ახლა ხანს დაიწყო წერა. დანარჩენები აი რამდენიმე ავტორი წამიკითხავს სულ ლიტერატურაზე საუბარი კრებს ადამიანებს თუ არა? ინტერესი არის? მე ერთი დაკვირვება ვაწარმოე, ასე ვთქვათ, სულ რაღაც 2 დღე გახდა რაც კლუბი, 2 დღე გავიდა რაც ლიტერატურული კლუბი 1 წლის გახდა, ანუ 1 წელია ჩვენ ამ ღონისძიებებს ვატარებთ ყოველ ხუთშაბათს და შემიძლია ერთი რაც ვთქვა, რომ ფაქტი არის, რომ ადამიანები მოყვებიან არა თემებს, არამედ მომხსენებლებს, ვინ არის მომხსენებელი, ეს განსაზღვრავს რაოდენობას, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონია რამდენიმე
თვალსაჩინოდ კარგი ლექცია, რომელზეც ყოფილა 15 ადამიანი და მართლა გული დამწყვეტია იმ ადამიანებს მაგერ, ვინც იქ არ მოვიდა და ვისაც ლიტერატურა უყვარს, იმიტომ რომ აი მართლა მარგალიტებია, ძალიან მიხარია რომ ჩვენ ამ ლექციების ჩანაწერებს ვაკეთებ და მე უამრავჯერ მომისმენია, რომ აი შემთხვევით გადავაწყდი და ეს ვინ ყოფილა და ვინ არის ეს მომხსენებელი, ძალიან მიხარია. YouTube-ის გვერდზე, ილეონის YouTube-ის არხზე და ჩვენს Facebook-ის გვერდზეც. ნამდვილად ასეა, როდესაც შენ ამბობ რომ სიტყვაზე, რა ვიცი, ლევან ბერძენიშვილი არის ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა, იქ მოდის 500 ადამიანი და არის ერთი ამბავი. შეიძლება ნაკლებად ცნობილმა სახელებმა ესე ვერ იმუშაოს, მაგრამ ეს სრულად არ აისახება ლექციების ხარისხზე, როგორც დავაკვირდი. უბრალოდ როდესაც მე და ილეონის რექტორმა გიგა ზედანიამ გადავწყვიტეთ, რომ ეს კლუბი გაგვიკეთებინა, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ჩვენ იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რაც მოსწონთ სტუდენტებს, არამედ იმაზე, რაც უნდა მოსწონდეთ და ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ყველა ადამიანს, რომელსაც ვპატიჟებთ, დიდხანს ვფიქრობთ, ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი და რაზე უნდა ილაპარაკოს და მე მგონია, რომ ეს მეთოდი ჯერჯერობით მუშაობს. თუმცა არ ვიცი, ძალიან მინდა რომ ქართულ პროზაზე ვილაპარაკოთ მეტი და თანამედროვეზე, იმედია იქ გამოგვივა ჯერჯერობით, ისე გამოვიდა რომ სულ ცხოვრ ტექსტებზე ვილაპარაკობთ ნაკლებად ქართულზე და იშვიათად ძალიან თანამედროვე ქართულზე და მინდა რომ ილეონემ ხელი აიღო წლის საუკეთესო რომანის გამოვლენაზე? არა, ეს ჩვენი წლის საუკეთესო თარგმანი, 5 წლის საუკეთესო თარგმანი, უბრალოდ არის ოდნავი სახეცვლილება წლის საუკეთესო ქართული რომანისა. გადავწყვეტეთ რომ ვინაიდან ჩვენი პრემია ხდება 5 წლის, 5 წელიწადში ერთხელ ჩვენ გავცეთ ეს პრემია თარგმანებში. დანარჩენი 4 წელი გაიცემა ჩვეულებრივად ქართული საუკეთესო ქართული რომანისთვის და შემდეგ წელს ჩვენ 2 წლის რომანებს წავიკითხავთ. ანუ წლევანდელი რომანებიც არ დაიჩაგრება და აუცილებლად განიხილება შემდეგ წელს. მაშო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ამოების ბაზარი ამით სრულდება. ჩვენი სტუმარი იყო მაშო სამადაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის მენეჯერი. ნახვამდის მომავალ სამშაბათამდე. მადლობა. ეკით.